ნაწყვეტი პოემიდან წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი. ავტორი ლია ბაქაქური ტატუნაშვილი. გაქებ წმინდა მამა დავით აღმაშენებელსა კაცსა, ვისთან ომით, ვისთან ზავით, ოღონდ ყველასთან მართალსა. გაქებ ვითარ რჯულის დამცველს, საეპისკოპოსოს შემცდარს, რუის ურბნისში მოღვაწეთ, განჰკურნი ავადებს ერთად. გაქებ შემართებულ წყემსსა, 7 მსოფლიო კრებისა კანონთა ერთად შემკრებსა, ვით სიმართლის დამცველსა. გაქებ გამრჩეველს თეთრს შავთა, გამბედავს ამის მთქმელს მქმნელსა, ხუთას ჩამოაცმევს არსა, საქმეს ქმნიდი მართალს ძნელსა. გაქებ სიწმინდის დაცვისთვის აკრძალებილ სიტყვაობა ლაშქრობაში ამ კაცრი გზით ამოძირკვე უზნეობა. გაქებ ღვთისმსახლის მშენებელს და გალობების შემქმნელსა, ქვრივ ობოლთა დამხმარებელს, ყოველტყვეთა გამომხსნელსა. გაქებ რწმენის გამომყარებელს, სიტყვას აჩვენებდი საქმით და სიცოცხლის გამომეტებელს, გბაძავდა ქართველი ხალხი. გიქებ დაღვრილსა ოფლს ბევრსას, გორგასალ დავითიანის სახელით დროშის წოდებას, შენი საქმისთვის ღვთიანის. გაქებ ვითარ ცხენრქოსანი, წმინდა გიორგისთან ერთად, შეგვინარჩუნე დროშანი გამარჯვებისას ზეცად. გაქებ ხმალს სახელი შერჩა, იგია დავით ფერული. ეს როგორ არ უნდა მეთქვა, ყველაფრით რომ ხარ ქებული. გაქებ ქალაქის დაწვისთვის გაკვეთილი მიეცი ძმასა, ღალატისთვის მხდალ საქმისთვის რომ გაიმეტებდი მასაც. გაქებ გმირს ვით უხორცოსა, ქრისტეს მეომარ მხედარსა, ერბერის დამცველ გოდოლსა, ტრის ზარის დამცემ მედგარსა. გაქებ იმ თავგან წირვისთვის წმინდა გიორგი რომ იგებს, შენს გვერდით ხმალსას წევს ისიც, გამარჯვებას თავზე იღებს. გაქებ იმ ღვთიურ სიბრძნისთვის, აღმოსავლეთის ლიდერნიც შენთან მოდიან კითხვისთვის, საქმეს წვეტენ შენს მიხედვით. გაქებ მზრუნველსა მშობელსა, სწავლა-განათლების დამდგენს, გელათის ამშენებელსა, სულს უნარჩუნებ ქართულ გენს. გიქებ შორს მჭვრეტელობასა, ბიზანტიის სტატუსს არ სცნობ და სცნობ თანასწორობასა, ქვეყნის მომავლის დარდში მყოფს. გიქებ გამჩენს და აღმზრდელსა, შემოგარენ ხისტმა მტერმა მაინც ვერ გაგაუხეშა, ისე გაგზარდა მშობელმა. გაქებ ღვთის სიტყვის მადლ მიმღებს, 24ჯერ წელიწადში ყველგან კითხულობდი წიგნებს, თუ დრო გქონდა ომშიც, გზაშიც. გიქებ 36 წელსა, მთელი მეფობისა დროსა, მუდმივ რომ იჯექი ცხენსა და სარდლობდი მტერთან ომსა. გიქებ სისხლის ყველა წვეთსა, მამული ენარწმენისთვის რომ დაღვარე და კიდევ ბევრსა შესძლებდი ჩვენთვის, სხვებისთვის. გაქებ მეფე ქველმოქმედო, ამ სებელო მონასტრისა, იერუსალიმს იმედო დალოცვილო კაცო ღვთისგან. გიქებ მოციქულის საქმეს, 400,000-ის მოქცევას, არ იკადრებდი ლულს არც დღე, გიწევდა ერის ჯვრის წევა. გიქებ უძლეველი მეფის, აფხაზების და ქართველთა, რანთა კახთა და სომხების სტატუსისა გამართლებას. ვაქებ ჩვენსა მაღალ ღმერთსა, სიტყვით შობილსა ღმერთ კაცსა და ღმერთსა სულიწმინდასა, დავით მეფის გამომგზავნსა.